საბერძნეთის რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფმა დაასრულა სამდღიანი ვიზიტი ათენში, სადაც გაიმართა შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ მდივანთან. ჩვენ ბუნებრივია საბერძნეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში პირველ რიგში ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა და ამის შემდგომ უკვე რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა ჩვენი როგორც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციის, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საინვესტიციო გარემოს განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდით ნატოს თემატიკას, გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და საერთოდ პროგრესს, რომელიც აუცილებელია დაფიქსირდეს მომავალ უელსის სამიტზე დიდ ბრიტანეთში, რომელიც დაგეგმილია ამ წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ასევე ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, სავიზო ლიბერალიზაციის თემას, ვაჭრობის, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებს. მე ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საბერძნეთის მხარის მიდგომა ჩვენი საელჩოს, ისე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაში, მათ ძალიან აქტიურ ჩართვაში ყველა ამ პროცესთან დაკავშირებით და ასევე დიდი ნაყოფი გამოიღო საგარეო საქმეთა მინისტრის ამას წინანდელმა ვიზიტმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც უკვე კონკრეტულად დეტალურად გაიარეს ყველა ნახსენების საკითხი.